ყველაზე სეპარატისტი ლევან დადიანის კი, რომელიც სამეგრელო აქვს, დამოუკიდებელი სამეგრელო მეფე ვარო იძახის. გამოდის და რუსეთის მეფე წერს, რომ მეო ივერთა ერთ-ერთი მეფეთაგანი ვარ და იმ დიდი ივერის შთამომავალი ვარ. იმას არც კი წარმოუდგენია თავისთავად იმ დიდი ერთიანობის მიღმა. არც ერთს არ წარმოუდგენია. აი ეს შექმნა იმ თაობამ. პოლიტიკურად დაგჩეხეს, მაგრამ მენტალურად, რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი აქვს ეკლესიას, ენას, ეკლესიას, კულტურას ვერაფერი ვერ გააკეთეს. სამეგრელოში ხატზე აკეთებენ წარწერას მე-17 საუკუნეში. აი გეფიცებით, უბრალოდ უნდა წაიკითხოთ. თავანკარა ქართულთა ნაწერი, ხალხო. ისეთი გემრიელი ქართულთა ნაწერი, ეგრე იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში ვერ ლაპარაკობდნენ. ფარსად და გორგიჯაინძეს ნაწერი რომ შეადავე, ხა კი ირანში იზრდებოდა ის კაცი და ირანულ გავლენა დიდი იყო, მისი ქართული, სად მისი ქართული და სად აგერ მერერა რომ ან იგივე აფხაზეთში გაკეთებული წარწერები აიღეთ, ქართული წარწერები აიღეთ. რატო? იმიტომ რომ ეს საერთო ქართული ცნება ერთიანობამ ჩვენ შევკრა. მაგრამ პოლიტიკურად სამწუხაროდ ამას ბევრი შეუწყო ხელი, ისეთ ადგილზე ვართ, რომ აქ ყველა ჩვენ მტერია ფაქტობრივად იყო ყოველ შემთხვევაში, ხა დღეს არა. მიუხედავად ამ ხელა დაწოლისა, მე მაინც მინდა ერთი რამ ვთქვა და ამით მე ყველაფერს პასუხი გაეცემა. კი იყო კრიზისი, მაგრამ დააკვირდით მე-13 საუკუნე, ცოტა ხანს გვაქვს მე-14 საუკუნის გიორგი ბრწყინვალის რაღაც გამობწყინებასავით და მე-14-დან აიღეთ, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 5 საუკუნე ერი არის დაყოფილი სხვადასხვა სამეფო სამთავროებად. რამაზე მეტი რა უნდა იყოს, სხვადასხვა სამეფო სამთავროები არის აი დანაწევრებული, დანაწილებული, მიუხედავად ამისა, იმ ერთიანობა ასაც ვქენთ, მენტალურად ისე შეკრა ერი, რომ ყველაზე სეპარატისტი ლევან დადიანის კი, რომელიც სამეგრელო აქვს, დამოუკიდებელი სამეგრელო მეფე ვარო იძახის. გამოდის და რუსეთის მეფე წერს, რომ მეო ივერთა ერთ-ერთი მეფეთაგანი ვარ და იმ დიდი ივერის შთამომავალი ვარ. იმას არც კი წარმოუდგენია თავისთავად იმ დიდი ერთიანობის მიღმა. არც ერთს არ წარმოუდგენია. აი ეს შექმნა იმ თაობამ. პოლიტიკურად დაგჩეხეს, მაგრამ მენტალურად, რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი აქვს ეკლესიას, ენას, ეკლესიას, კულტურას ვერაფერი ვერ გააკეთეს. სამეგრელოში ხატზე აკეთებენ წარწერას მე-17 საუკუნეში. აი გეფიცებით, უბრალოდ უნდა წაიკითხოთ. თავანკარა ქართულთა ნაწერი, ხალხო.